მე ისევ და ისევ ყოფილი მჟავდებული რევა შაინზე გახლავართ. მე არაერთხელ მოვისმინე როგორც TikTok-ზე, ასევე სხვა ინტერნეტ არხებზე, ანუ ინტერნეტ გვერდებზე ამა თუ იმ მოქალაქის თუ პოლიტიკოსის გამოსვლა, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახურ საქმეზე მინიმუმ 5,000 ადამიანი ზის ციხის კედლებში ამ ავტოკრატიული რეჟიმის ხელში. კი, ეს სიმართლეა, მაგრამ სხვა სიმართლეს რატო არ აჟღერებთ, რომელზედაც თქვენ გული არ შეგკივათ. ციხის კედლებში არა მარტო ოჯახურ საქმეზე ზიან 5,000 ადამიანი, არამედ ქურდული ტრადიციების მატარებლების გამო. ქურდული ტრადიციების ტარების გამო, რომლებსაც ცოცხალი ქურდის თვალითაც კი არ უნახავთ, ისეთი ადამიანები იხდიან სასჯელს და მისჯილი აქვთ 8 წელი სასჯელი. სააკაშვილის დროს, სააკაშვილის პირსისხლიანი და მანიაკური რეჟიმის დროს 6 წლამდე ქონდა ქურდული ტრადიციების მატარებლებისთვის სასჯელის მისჯა. მაგრამ ივანიშვილის ავტოკრატიულმა რეჟიმმა 8 წლამდე აამაღლა. იქ ზიან ისეთი ხალხი, რომელსაც ქურდი ცოცხალი თვალითაც არ უნახიათ. თუ მეზობლის ღობე ან სხვა რაღაცაზე მეზობელმა მეზობელს დაუძახა და საქმის ერთი სიტყვით გარჩევა რო თხოვა, თუ გაერკვია ვინ იყო მართალი და ვინ არ იყო მართალი, რაღაც 1 მეტრო თუ 1 კვადრატი მიწის გამო, ასეთ ადამიანებს ქურდული ტრადიციებისთვის 8 წელი სასჯელი აქვს მიხდილი. ასეთი 10 და 100 კი არ ზის დღესდღეობით ციხის კედლებში, არამედ მინიმუმ 1500 პატიმარია. ანუ პატიმრობაში ყავთ ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. აი ეს არის მწარე სიმართლე, რომლის მწარე სიმართლის თქმაც ზოგიერთ პოლიტიკოს და მოქალაქეს თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თქმა გეშინიათ. ან საერთოდ გული არ შეგტკივათ იმ ადამიანებზე, რომლებიც არანაირი ქურდული ტრადიციების მატარებლები არ არიან. და თუ გინდაც რომ იყვნენ ქურდული ტრადიციების მატარებლები, მერე რა, ამის გამო 8 წელი სასჯელი უნდა მიუსაჯოთ ადამიანებს. ვაი თქვენ ბედურებო, ვაი თქვენ შავ დღეს გაჩენილებო, ვაი თქვენ გონებად შლუნგებო. ღმერთმა გიშველოთ, მაგრამ მე არ მგონია ღმერთმა რომ გიშველოთ, რადგან უღმერთოებს ღმერთი ვერ შველის. გაიგეთ, ეხლა ხალხნო, სად არის მწარე სიმართლე? დიახ, ქართველნო. ძნელია, როცა რეალობას ვერაცნობიერებთ ისე, როგორც გასაცნობიერებელია ჯანსაღადმოაზროვნე ადამიანისთვის. უფალი იყოს თქვენი ფარველი და მწყალობელიც. გაგრძელება კიდე იქნება.